პირველი მანქანა ყავს ახალი ნაყიდი და ბიძაშვილს არ ყავდა მანქანა და გერმანელი სტუმარი ჩამოვდისო და შენი მანქანა წამომყევი რა ალბათ 2006-იან 7 წელი. ბატონო წავიდე დავხვდით ძალიან საყვარელი ბიჭი ჩამოვიდა მუსიკოსი ბიძაშვილი. ლადო ბურდო ლადო კაცი. მაგარი კაცი და მოკლედ მაგის გერმანელი პროდიუსერი ჩამოვიდა და წავიყვანეთ ახლა ქალაქში გავასე მაშინ პირდაპირ თავისუფლების მოედანზე. იყო რაღაცა სახინკლე რა. ხო და პატივი ვცეთო ახლა ნამგზავრი კაცია და წამოვიყვანეთ შევაგდეთ პირდაპირ სახინკლეში. დავისხით ახლა სვანთლუც ის იქაურ ამბებს ყვება და კაცია პირველადაა საქართველოში და აქეთ-იქით იყურება ახლა აინტერესებს რა ქვეყანა ჯერ ვერ გაიგო რა. ხო და პირდაპირ აქ შემოვაგდეთ სასტუმროში წარვაცადეთ. შესულ და გვერდით შემოვიდა კარი გაიღო მთვრალი კაცი. ქართველი დაიყვირა ნათელა ერთი ლუდი დაიძახა და დავარდა გვერდით მაგიტას. ეხლა რა ხდება მოკლედ რო ახსნა თურმე ნათელა ამის მეუღლეა და იქვე მუშაობს. ის დარმაედი ასე ვთქვათ იმაზე. ისეთი ტიპი იყო მუქთამ ჭამელი შევიდა და რაღაცა ლუდი გავიდა უფასო პირის პონტი აქ და მოკლედ დააჯდა დავაგდა და ხალი გამოდის შენ დალიე ცეცხლი და რაღაცა და ქოთქოთი და თან ცდილობს არ შეიმჩნევს ხებთან და ასე უშვება რაღაცა და კიდე და არ მოუტანა რა თქმა უნდა და ცდილობს ჩაფარცხოს ახლა ეს ქალბონი და ერთ 10 წუთში ეს წამოხდა ნათელა ლუდი მომიტან დავარდა ის არა აგზალა დიდხანს რო გააგზავნოს შეძახილებს აკეთებს ყოველ 10 წუთში 3-ჯერ 4-ჯერ გააკეთა და ეს ამ ხალხს პრინციპულად არ მოაქვს რა თან ცხენია ახლა რომ ხმარი ასნაზე მოკლედ ერთი 9 საათის მერე წამოვდგა ეს თვალი პტარი რომ გონია და აღარ მახსოვს წამოვდგა და ნათელა დაიყვირა ამ ტიპს და გერმანელი ადგა და ერთი ლუდი ვერ გაიგე ხალხი 9 საათი ჩამოსულმა კაცმა და ამუღავა ქართული